როგორც იცით 38 დღეა რაც მიმდინარეობს პროტესტი და მოქალაქეები იკრიბებიან საქართველოს პარლამენტთან მიუხედავად იმისა რომ ახლა დღესასწაულებია მიუხედავად ამისა ისინი მაინც მოდიან აქ ჩვენ გვახსოვს 31 დეკემბერი რომლის დროსაც მოქალაქეები შეიკრიბნენ სწორედ აქ საქართველოს პარლამენტთან და მათ უზარმაზარი მაგიდა გაშალეს აქ და სწორედ ასე ზეიმობდნენ ახალ წელს და ამასთანავე ეს იყო საპროტესტო ღამეც და ისინი აპირებენ რომ გააგრძელონ ბრძოლა და შეეწინააღმდეგონ ხელისუფლების პოლიტიკას და სწორედ ამიტომ ისინი თვლიან რომ გააგრძელებენ პროტესტს კვლავ და შეიკრიბებიან სხვა დღესასწაულებზეც და ეს ერთგვარი ტრადიცია იქნება ჩვენ ვიცით და გვინახავს ორ რიცხვში ბედობას როცა ასევე შეიკრიბნენ მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან და მათ თქვეს რომ მათ დაიბედეს ასე ვთქვათ ერთმანეთი და ის სიძლიერე და ის ერთობა რაც მათ ჰქონდათ ჩვენ გვინახავს არაერთი მარში სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების და ისინი ამბობენ რომ არ გაჩერდებიან იქამდე სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები და მათი მოთხოვნები არის უცვლელი ეს არის ხელახალი არჩევნები და ასევე იმ პირების გათავისუფლება რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს მე ახლა გაჩვენებთ კადრს საქართველოს პარლამენტთან ხედავთ რომ აქ შეკრებილები არიან მოქალაქეები სხვადასხვა დროშებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სხვადასხვა ბანერებით ისინი საუბრობენ აქ მიმდინარე მოვლენებზე და ამბობენ რომ გააგრძელებენ ბრძოლას იმისთვის რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს მათ შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეს მათ ბებია-ბაბუებს და ასე შემდეგ მოკლედ ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტთან და ახლა მე გავესაუბრები რესპონდენტს უჩან ანუაშვილს რომელიც გახლავთ დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი ბატონო უჩა მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვრთანხმდით ინტერვიუზე და 38 დღეა უკვე რაც პროტესტი გრძელდება საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ის უკვე ფარგლებს გარეთაც გაცდა და ჩვენ ვხედავთ ერთობის ჯაჭვს არა მხოლოდ თბილისში არამედ ქალაქებში ასევე ევროპულ ქალაქებშიც და შეგვიფასეთ ეს მოვლენები და გვითხრით რა იქნება შემდეგი პროტესტი გრძელდება, გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, მოთხოვნები კვლავ უცვლელია, ამიტომაც იკრიბება ხალხი, ეს მოთხოვნები ახალი არჩევნები, ეს მოთხოვნებია უკანონო პატივრების განთავისუფლება და ვხედავთ რომ უფრო და უფრო იზრდება, როგორც აქციების მასშტაბი, ასევე ფორმა, იყო ძალიან ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, სადაც უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ მოსახლეობა არ წყვეტს პროტესტს. პირიქით კიდევ უფრო მეტი ადამიანი, მეტი ჯგუფი გამოხატავს საკუთარ აზრს და ვხედავთ რომ ხელისუფლებამ პრინციპში ამ ყველაფერს რაღაცნაირად უპირისპირებს რეალურად ყრუ კედელს. ანუ ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი ხალხს, ის არ ცდილობს რაღაც მოსახლეობასთან დიალოგს, რომ დაიწყოს იმ თემებზე საუბარი, რაც პრობლემაა. ნუ ის რომ აღიაროს ხელისუფლება, რომ დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკურ კრიზისში, რომ ასე განვითარება უკვე აღარ შეიძლება, რომ მოსახლეობის უმეტესობა სურს საქართველოს ევროპაში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და ხელისუფლება პრაქტიკულად ამ ნებას მოსახლეობის ურყებნებას ეწინააღმდეგება უკვე 38 დღეა და მან უნდა აღიაროს რომ მან დაუშვა შეცდომა და უნდა დაიწყოს გადადგას ნაბიჯები იქიდან რომ რაღაცნაირად დაიწყოს მოსახლეობის ნების გათვალისწინება და ჩვენი აქციები რა თქმა უნდა გაგრძელდება და სანამ არ იქნება პრაქტიკულად მიღწეული შედეგი და ეს შედეგი ძალიან მარტივია ხო ჩვენ გვინდა ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით და უკანონო დაკავებული რეჟიმის პატივრების, რეჟიმის ტყვეების განთავისუფლებას, მათი რაოდენობა უკვე 50-ზე მეტია და რა თქმა უნდა ეს მოთხოვნები კვლავ ძალაშია და პროტესტი პირიქით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და არა მხოლოდ თბილისში. ვხედავთ რომ ასევე საერთაშორისო მასშტაბით ხდება ჩვენი დიასპორა, ქართული დიასპორა ძალიან ბევრ ქვეყანაში ასევე არის აქტიური ბიზნესის შემოუერთდა უკვე არაერთხელ ასეთ აქციებს რეგიონებში ჩატარდა ასეთი უნიკალური აქციები და შეიძლება ითქვას რომ რაღაცა უფრო ფორმებიც იზრდება და რა თქმა უნდა ეს პროტესტი გაგრძელდება და ეს პროტესტი არის პრაქტიკულად შეუწყვეტელი. ანუ ეს პროტესტი ვერ გაჩერდება, მას ძალადობა ნამდვილად ვერ შეაჩერებს და სწორედ ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა მიხვდეს რომ დროა გადადგას ნაბიჯები და აკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნა, რომელიც არის ძალიან მარტივი. ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს განსაკუთრებულს, ეს ძალიან მარტივი, მოხდეს დანიშვნა ახალი არჩევნების და უკანონო პატივრების განთავისუფლება.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო უჩა, თქვენ უჩანანუაშვილს უსმენდით დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორს და მე ახლა გავესაუბრები სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც გამოსულები არიან უკვე 38 დღე საქართველოს პარლამენტთან და იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და მათაც იცხოვრონ, რა თქმა უნდა, უკეთეს საქართველოში, პროევროპულ საქართველოში და ახლა მე გადავინაცვლებ რესპონდენტთან. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ასევე ინტერვიუზე. გაეცანით პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს და გითხარით რა არის თქვენი მთავარი სათქმელი უკვე დღეს. გამარჯობა, მე ვარ ანა. ვდგავარ უკვე უწყვეტად 37 დღე არის მე მგონი აქ პროტესტზე. ეგეთი პროტესტი მე არასდროს არ მინახავს და ძალიან დამაიმედებელი არის ყველაფერი ახლა რაც ხდება, იმიტომ რომ მსგავსი პროტესტი ამ ქვეყანას მგონია რომ არ უნახავს. ესეთი ერთიანი საქართველო მგონია რომ დიდი ხანი არ მქონია და ძალიან ჯერა და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი გამოგვივა და ისევ ევროპულ გზას დაუბრუნდება საქართველო და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ისმენდით ერთ-ერთი მოქალაქის პოზიციას, რომელიც გამოსულია ასევე პროევროპულ აქციაზე და ისიც ამბობს იმას, რომ ის იბრძოლებს ბოლომდე იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ისევე როგორც აქ სხვა მოქალაქეები ამას ამბობენ. ჩვენ ასევე გავესაუბრებით სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც აქ დგანან უკვე 30 დღეზე მეტია და მე მინდა ახლა რომ გადავიდე რესპონდენტთან, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილთან, რომელიც გახლავთ ექიმი და ბატონო ვაჟა, რომ გითხრათ, შეგვიფასოთ მიმდინარე მოვლენები, უკვე 38 დღეა გრძელდება ეს პროტესტი და ქართველი ხალხი მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულებია, ის მაინც და რაც ასოცირდება ოჯახურ გარემოსთან, მაინც გამოდის და ამბობს რომ აქ არის მათი ოჯახი და აქ არის ერთობა. თქვენ შეგვიფასეთ მიმდინარე მოვლენები, თუ როგორ ვითარდება ეს ყველაფერი? ნამდვილად, იმიტომ რომ მე რაც 31-ში ღამე ვნახე, ის სიხარული, ის ბედნიერება, რაც ერთმანეთს უზიარებდა მოსახლეობა, მე ასეთი არ მახსოვს. თუ თქვათ ადრე ჩვენ მეკლეს ვეძებდით ოჯახში, რომ უნდა შემოეტანა სიკეთე, ბედნიერება, ყველა ყოფი, ვინც აქ იყო და სახში მებრუნდა ეს სიმდიდრე, რაც აქ მათ ავიღეთ ერთმანეთისგან, ყველა მევიტანეთ ჩვენ ოჯახში. და ამ მოსახლეობის გატეხვა წარმოუდგენელია. სამწუხაროდ მე საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, რომ შიში მქონდა, რომ როგორც სამხრეთის ხალხი, თქვათ, მოუდუნდებოდეთ ერთ კვირაზე მეტი ის იმპულსი ჩაცხრებოდა, მაგრამ ახალგაზრდებმა მოახერხეს ის, რომ ეს იმპულსი შეინარჩუნეს და ამ ახალგაზრდებს აუყევით მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები, დები, ძმები და ყველანი ერთად ვართ არა მარტო თბილისში, არამედ თითქმის ყველა ქალაქში. და ალბათ იგივე უნდა გადაედოს, ალბათ სოფლებშიც იგივე უნდა ხდებოდეს ყველგან. წარმოუდგენელია, რომ ქართველი ერი დამარცხდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. მე როგორც ექიმს ჩემი პროფესია ადამიანის გადარჩენა, მაგრამ დღეს მე ვიბრძვი ქვეყნის გადასარჩენად. ოცნება იბრძვის თავის ქონების გადასარჩენად და წარმოუდგენელია ქონების სიყვარულმა ქვეყნის სიყვარულს რო აჯობოს. ბატონო ვაჟა, თქვენ ასევე ნომერი გაქვთ, პირადი ნომერი და ესეც რომ გითხრათ, რისი მანიშნებელია ეს თქვენი მხრიდან? 54 წელი დავდივარ პირბადით. პროფესიიდან გამომდინარე და ამიტომაც მე ვთქვათ, მაგნიტსკის სიაში შესული ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გადამიწყვიტავს, თუ მე ნიღაბი როდის უნდა გავიკეთო. რათა არ იფიქრონ, რომ მე მალავ ჩემ პიროვნებას და მაგიტომ მიკეთია ნიღაბი, ამიტომ მიწერია პირადი ნომერი. მე ეს თვეზე მეტია, რაც ეს აქციები მიდის და აქ ვიმყოფები, მე ვთვლი, რომ ეს ხალხი, ვინც ჩემთან ერთად არის აქ, არც ერთი ცუდ საქმეს არ აკეთებს და არც ერთ არ აქვს სახე დასამალი. თუ უკეთია პირბადე ან ნიღაბი ან სხვა საშუალება, მხოლოდ სიცივის გამო და არა იმის გამო, რომ ის რაღაც დანაშაულის ჩადენას აპირებს. დანაშაულს ჩადის თვითონ ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც მე ვთვლი არიან ფორმიანი ბანდიტები. რომ შეხედოთ ნებისმიერი ევროპაში, ამერიკაში ნებისმიერი თქვათ აქციის როცა ხდება დაშლა პოლიციის მიერ, ყველა პოლიციის აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი. ჩვენ ეგრეთ წოდებულ სპეცნაზს არც ეს და არც პოლიციას ეს საიდენტიფიკაციო ნომერი არ აქვს და როდესაც ადამიანს ის
პიროვნება დაფარულია, მასში ცხოველური ინსტინქტები იღვიძებს, ცხადია და ამიტომაც ის უკონტროლო ხდება და აი ამ უკონტროლობის გამო მოხდა სწორედ რომ 500-ზე მეტი ადამიანი არის დაზარალებული. ძალიან დიდი მადლობა. ვაჟა გაფრინდაშვილს უსმენდით ექიმს, ჩვენ რჩებით ადგილზე და გეტყვით, რომ მიმდინარეობს კვლავ პროტესტი საქართველოს პარლამენტთან. უკვე 38 დღეა ასეა და საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას, ასევე ისინი აპროტესტებენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ბოლო დროს ხელისუფლებამ მიიღო და ისინი ამბობენ, რომ მათთვის ხელისუფლება არის არალეგიტიმური და სწორედ ამიტომ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ისინი ამბობენ, რომ ისინი აქ იდგებიან მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და მე ახლა ჩვენს ოპერატორს ლევან შერმადინსაც ვთხოვ, რომ განახოთ კადრში ვითარება რუსთაველის გამზირზე. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოს მოქალაქეები აქ მოდიან და თავის სათქმელს სწორედ ასე ამბობენ, აქ გამოსვლით ამბობენ, რომ მათ სურთ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, იმ სიკეთეების გაზიარება, რაც არის ევროპაში და სწორედ ამიტომ ისინი გამოდიან აქ და იბრძვიან, ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და სანამ ხელისუფლება კვლავ არ განაახლებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. გეტყვით იმას, რომ პროტესტი ზოგადად 28 ნოემბერს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება არ დააყენებდა დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და სწორედ აი ამ დღეს გამოვიდა ძალიან ბევრი ხალხი მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან და სწორედ მაშინ დაიწყო ეს პროტესტი და უკვე 38 დღეა, როგორც გითხარით, გრძელდება ეს პროტესტი და თქვენ ახლა შეგიძლიათ რომ კადრშიც ნახოთ თუ რა ვითარება რუსთაველის გამზირზე, პროტესტი გრძელდება და ისინი ამბობენ, რომ გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. როცა გეტყვის, რომ მეუღლე რაღაცა უნდა დაყო. გაზა თავარი. თავარი.